მორჩობათ, ჩემო გამოწერებო და არხის სტუმრებო, ვისაც გაინტერესებთ მისტიკა, მისტიური სამყარო, გამოიწერეთ ჩემი არხი. უღრმესი მადლობა თქვენ, ვისაც უკვე გამოწერილი ყავართ YouTube-ზეც, TikTok-ზეც და ვინც მიწერთ პოზიტიურ კომენტარებს. უღრმესი მადლობა ამ განწყობისთვის და გისურვებთ ყოველივე საუკეთესო ცხოვრებაში. ეხლა მინდა გითხრათ ჩემი პირველი შეხება ტაროს კარტთან. საერთოდ არც ვიცოდი რას ნიშნავს ტაროს კარტი, გაგონილიც არ მქონდა არსად. ერთ ჩვეულებრივ დღეს 13 წლის წინ ზუსტად ჩემს მეგობართან ერთად მშრალ ხიდზე აღმოჩნდი და დავინახე ჯერ მეგონა რაღაც პატარა ზომის საკითხავი ბროშურა ან წიგნი. და მეკითხები ქალბატონი, ძალიან ასაკოვანი ქალბატონი, ყიდდა ნივთებს, როგორც ხდება ხოლმე, გაფენილი ქონდა პირდაპირ, ასე ვთქვათ, მიწაზე და სხვადასხვა ლარნაკები რაღაცები ყიდდა. დავინახე ეს ქართული წარწერით ძვირფასებო, რაც დღემდე რაღაცა უცნაურად მიჩვენება და აღმაფრთოვანებს. ქართული წარწერით ეგვიპტური ტარო. ეხლა გაჩვენებთ, დღეს მომინდა რომ ეს გამესიარებინა თქვენთვის, ნახეთ რა საოცრება და რა სილამაზეა ქართული წარწერები. ეს მე გამაწერე რაღაცეები და ეს თვითონ როგორიც არის ულამაზესი შიგნით, თვითონ დასტას გაჩვენებთ ახლავე, როგორი საინტერესო და საყვარელი დასტა, ძვირფასებო, ნახეთ. ეს არის ჩემი სიამაყე კარტები. ქართული წარწერები, ხედავთ ალბათ, როგორი სასიამოვნოა, როცა შენს მშობლიურ ენაზე გაქვს შენი საყვარელი ნივთი. და იმ ქალბატონმა მითხრა, რომ ეს არის კარტი. ძალიან გავუცდი, გამოვართვი, ესე დავინახე პირველად. ნახეთ. საერთოდ ისტორია ძალიან მიყვარს და ეგვიპტე რო დავინახე და რაღაც ეგვიპტური თემატიკა, ეგრევე დავინტერესდი. შემდეგ დავიწყე მოძიება ინფორმაციის ტაროს შესახებ, რომ რას ნიშნავს ტარო, იმიტომ რომ ესეთი ნახატებიანი კარტები არასოდეს არ მქონდა ნანახი. რაც აქ არის, ეხლა იცით თქვენ მოყვარულები, ვინც ხართ, რა თქმა უნდა, და მით უმეტეს ჩემს არხზე, ვინც უყურებთ სხვადასხვა ვიდეოებს, უკვე მიხვდით როგორი ინსტრუმენტია, ასე ვთქვათ, ტაროს კარტი. შემდეგ აღმოვაჩინე ინფორმაცია ტაროზე, წლების განმავლობაში მხოლოდ ინფორმაციას ვეცნობოდი, რას ნიშნავს ტარო, რა არის ტარო, რაში გამოიყენება და ესე გავარკვიე, რომ თავდაპირველად ტარო გამოიყენებოდა სათამაშოდ, რასაკვირველია ევროპაში, გამოიყენებდნენ, გასართობად, ასე ვთქვათ, ტაროს კარტს და მაშინ მას ერქვა ტრიუმფალური კარტები. იტალიურად ლამაზად ჟღერს, ვინც იცით იტალიური, გადათარგმნეთ როგორც არის ტრიუმფალური კარტები. შემდეგ შუა საუკუნეებში გავრცელდა საფრანგეთში მარსელის ტარო, ბრიტანეთში რაიდერ ვაითი გეცოდინებათ, უდიდესი ოკულტისტი, მაგი და ასე შემდეგ, ეზოთერიკოსი, მოდი ასე ვთქვათ, ადამიანი, პამელა სმითთან ერთად შექმნა რაიდერ ვაითის ტარო, რომელსაც ძალიან ხშირად ხედავთ ჩემს ვიდეოებში და ძალიან მიყვარს და დამწყებთათვის არის ეს საუკეთესო არჩევანი და ასევე ქროულის ტოტის ტარო. ძირითადად ესენი არის კლასიკური ვარიანტები. დღესდღეობით უკვე ჩვენს დროში 21 საუკუნეში ძალიან ბევრი სისტემა არსებობს ტაროსი, ყველა არის ინდივიდუალური, ლამაზი და საინტერესო. ეს ტარო განსაკუთრებულია ჩემთვის, არ ვიცი ვინ დაბეჭდა, რატომ, რისთვის წლების წინ, თავისთავად საინტერესოა, ალბათ ამიტომ დაბეჭდა. აქ გამოცემაც აწერია, სადღაც
დამკვეთი გოლაქსი. დიდი მადლობელი ვარ ამ ორგანიზაციის, რომ დაბეჭდა ეს საოცარი კარტი და აქედან გავიცანი მე ტაროს სამყარო. გეცოდინებათ, რომ უამრავი მითია ტაროსთან დაკავშირებით გავრცელებული. მე განსაკუთრებით მომწონს მითი, არ ვიცი, სადმე თუ არის ამაზე ინფორმაცია, ოფიციალურ წყაროებში სად შეიძლება ნახოთ, არ ვიცი, მაგრამ ესეთი მითი მე მსმენია და ძალიან მომწონს, რომ ატლანტიდა, იცით ალბათ, რომ მითიური, ასე ვთქვათ, ცივილიზაცია არ არის ისეთი დაუშვათ მეცნიერულად დამტკიცებული და აღიარებული არ არის, გეცოდინებათ. პლატონს აქვს ნახსენები, პლატონის საუბრები კრიტიასთან, იცით ალბათ მოყვარულებმა, იქ არის ნახსენები ატლანტის ცივილიზაცია, რომელიც, ასე ვთქვათ, ატლანტიდელები ებრძოდნენ ათენის ცივილიზაციას. რაღაც მითია ესეთი, ძვირფასებო გეცოდინებათ და ვინც არ იცით, შეგიძლიათ გაეცნოთ, ძალიან სახალისო და საინტერესოა. და ატლანტიდელების, ასე ვთქვათ, ჯარების მეთაური იყო პოსეიდონი, ღმერთი პოსეიდონი. მე გეცოდინებათ ალბათ, რომ ჩაიძირა ატლანტის ცივილიზაცია და ეხლა მითები არის იმის შესახებ, რომ მაშინდელი, ასე ვთქვათ, ცივილიზაციის დღევანდელი, ასე ვთქვათ, მცირე ნაწილი არის შემორჩენილი და ესენი არიან ბასკები. ბასკების და ქართველების ნათესაური, ასე ვთქვათ, კავშირებით, ვინც მოყვარულები ხართ ისტორიის, ალბათ გეცოდინებათ, რასაკვირველია ეს დამტკიცებული არ არის, იმიტომ რომ არ არის ამაზე კვლევები, მაგრამ ქართველი კვლევარები ამას, ასე ვთქვათ, ადასტურებენ, რომ ჩვენსა და ბასკებს შორის არის ძალიან დიდი მსგავსება ენაშიც და სხვადასხვა მახასიათებლებში. და რა შუაშია ეს ტაროს კარტთან, ატლანტიდელები, როდესაც ატლანტიდა იძირებოდა, იცოდნენ წინასწარ იმ კატასტროფის შესახებ, რაც მოელოდა მათ ცივილიზაციას, თავისი ცოდნა ჩადეს ტაროს კარტში, დაშიფრული კოდების სახით. და ჩვენ ვიცით, რომ ტაროს კარტი არ არის მხოლოდ სამკითხაო ან სათამაშო კარტი, ეს არის დაშიფრული, ასე ვთქვათ, გზავნილები. ერთ-ერთი მითი, რომელიც მე მხიბლავს, არის ეს, რომ ეს არის დაშიფრული კოდები ატლანტის ცივილიზაციის. და მეორე მითი ასევე არის ის, რომ რა თქმა უნდა, რასაკვირველია, უკავშირდება ეგვიპტეს. ეგვიპტეში არის ნახსენები მკვდართა წიგნში, რომ მაშინ ესე იგი იყო რაღაც მე მგონი სასახლები, რაღაც ხანერად ერქვა, ალბათ ეხლა ზუსტად ვერ ვეხსენებ, თუმცა მახსოვს, რომ რაც იყო ეს რაღაც, პირამიდები არა, რაღაც სასახლეები, სადაც მოხატული იყო ფრესკები, ამ ოთახებში მოხატული იყო ფრესკები 22 უმაღლესი არკანის გამოსახულებით. ეგვიპტეში არის ეს მკვდართა წიგნში, ასე ვთქვათ, აღწერილი. ამას უკავშირდება კროულის თოთის ტარო, ეგვიპტურ განვაგრძოთ ძვირფასებო, მომიწია დაპაუსება, ასე ვთქვათ, ვიდეოს, თუმცა რაზე ვსაუბრობდი, აღარ მახსოვს. მეორე მითი, რომელიც, ასე ვთქვათ, მხიბლავს და რის გამოც, ასე ვთქვათ, შევისწავლე ტაროს კულტურა, არის ის, რომ ის უკავშირდება ეგვიპტეს, ძველ ეგვიპტეს, რა თქმა უნდა, ჩვენ წელთაღრიცხვამდე არსებულ კულტურას და ცივილიზაციას, რომელიც იყო ეგვიპტეში. და ეს ტარო, რა თქმა უნდა, არის მაგისი თვალსაჩინოება, ალბათ, ვინც ეს დაბეჭდა, შთაგონება მიიღო აქედან. დანარჩენს სხვა დროს, ასე ვთქვათ, განვეხილა, თუ თქვენთვის საინტერესოა, გესურვებთ წარმატებებს, ულევს სიხარულს და ბედნიერებას ცხოვრებაში.